საზოგადოებაში კითხვები არსებობს ფაქტიურად დღეს ყველა კითხვა იქნა დასმული და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იქნა პრემიერის მიერ გაცემული და მომავალშიც მნიშვნელოვანია რომ ეს შეხვედრები ჟურნალისტებთან და საზოგადოების წრეებთან გაგრძელდეს, რაც დადებითია ნამდვილად. ჩვენ გვაქვს ღია და ყოველდღიური ურთიერთობა საზოგადოებასთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორთან თუ რიგით მოქალაქეებთან. ეს არის განსხვავება, ეს არის ტრადიცია, რომელიც დანერგაბიძინებაში ნიშნულმა, ეს არის ტრადიცია, რომელსაც აგრძელებს დღევანდელი პრემიერი, ეს არის ტრადიცია, რომელსაც აგრძელებს მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა. როგორც ადრე, ისე დღეს ორიენტაცია კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ მიღწევებზე და ნაკლებად ზოგადი მსჯელობა. ძირითადი მსჯელობა იყო ორიენტირებული კონკრეტიკაზე, პრობლემატიკაზე და პასუხები იყო ცალსახად და შედეგზე ორიენტირებული. მე როგორც ბრალდებული ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა დღეს საზოგადოებას მინდა დაუსვა კითხვა რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და რა განაჩენს უნდა ველოდე ქუთაისის სასამართლოში. რა თქმა უნდა არის ტყუილი საუბარი იმის შესახებ რომ რაიმე ახალი საწარმო შეიქმნა, არის ტყუილი იმაზე საუბარი რომ რაიმე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ყველა ძალიან კარგად ხედავს რომ ბიზნესი არის გაჩერებული, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ამის ფონზე პრემიერ-მინისტრი 2/3 თავის დროისა უთმობს ისევ ოპოზიციის ლანძღვას, ის არცემს პატივს ხალხის არჩევანს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ არა პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ოპოზიციას, არამედ ხალხი ირჩევს არჩევნებზე ოპოზიციას. მთლიანად თავიდან ბოლომდე ეს იყო 2 საათიანი უცოდინრობის, არაადეკვატურობის და გაუნათლებლობის ზეიმი. ჩემთვის სამწუხაროა რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა დემოკრატიის დროშით, დაგვიტოვა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს დემოკრატიული ცხოვრება. რამდენიმე საათიანი პრესკონფერენციის დროს ის მუდმივად უბრუნდებოდა პოლიტიკური ოპონენტების განადგურების საკითხს და ყოველ ჯერზე, ყოველ პრობლემატურ კითხვაზე დასმულ ჟურნალისტების მხრიდან ის პასუხობდა, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება.